ინგა მოგესალმებით, დიახ, ჩვენი გადაწყვეტილება არის მტკიცე, ურყევი და შეუქცევადი. ჩვენს მე ხშირად მესმოდა რას აპირებთ და როგორი არის თქვენი გეგმები, მინდა ვთქვა, რომ მივდივართ სწორად მოხაზული გეგმის თანახმად. აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს დროში და მოქმედებებში ჩვენი მოძრაობის დინამიკა. დღეს დიახ არის წინა საყრილობო შეხვედრა. წინა საყრილობო შეხვედრის მთავარი ამოცანა არ არის კონკრეტულ მიმართულებებზე, დარგობრივ მიმართულებებზე საუბარი, არამედ არის ჩვენი სურვილი და დემონსტრირება იმისა, თუ რა მთავარ ურთიერთობებში რა სტანდარტებს დავამკვიდრებთ. პირველი სტანდარტი ჩემთვის ეს არის თანამონაწილეობა პროცესში. ჩვენ თქვენი ეთერების მეშვეობით, მათ შორის ინგა ხშირად გვითქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აღიდგინონ თანასაკუთრება საკუთარ ქვეყანაზე და ეს მოწოდება მხოლოდ ფარატინა მოწოდებად დარჩა, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ იქნა თანამონაწილეობა. ეს ერთი და მეორე, საქართველოს პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აკლიათ ერთი მთავარი რამ. შეიძლება რეგალიებით, დიპლომების რაოდენობით, ტიტულებით იყო ძალიან გამორჩეული, მაგრამ გააკლდეს უმთავრესი ემოციური ინტელექტი. აი სწორედ ემოციური ინტელექტი, ანუ გამბედაობა, შნოდა თავი იმისა, რომ შეხედო შენს თანაპარტიელს ან მოქალაქეს თვალებში და უპასუხო ცოცხლად მის შეიძლება ძალიან უხერხულ და უსიამოვნო კითხვას, ალბათ ეს არის მათ შორის დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ ვიმეორებ ქცევის, ურთიერთობის, ურთიერთმიმართების სტანდარტები დავამკვიდროთ. ის რაც შეიძლება არ ახალი არის, მაგრამ ასოდენ დეფიციტური არის ქართულ პოლიტიკაში. ბატონო ვიქტორ, რისთვის ემზადებით? ეხლა ეს კითხვა ბუნებრივია, თავის თავში გულისხმობს პასუხს, რასაც თქვენგან ველი, რომ არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლებელია უეცრად მიიღოს ივანიშვილმა გადაწყვეტილება, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და თქვენ პარტია დარეგისტრირება, დაიწყეთ სწორედ და გადაწყვიტეთ სწორედ ამ მოლოდინის გამო. თუ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ახალი ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს და ემზადებით კალენდარული არჩევნებისთვის. ეს ძალიან საინტერესოა. გაქვთ რამე ინფორმაცია, გაქვთ რამე მოლოდინი? ინგა, პირველ რიგში ჩვენი გადაწყვეტილება არავითარ განსაკუთრებულ და გამორჩეულ ინფორმირებულობას არ ეფუძნება. ჩვენ ქართული ოცნების პირობებში ძირითადად გარეგანი ნიშნების ამოკითხვით ვართ დაკავებული. ხოლო რაც შეეხება მზაობას, ჩემი აზრით ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და პარტიული ორგანიზაციის მოწოდება არის და დანიშნულება არის ყოველდღიურ სამზადიში იყოს ამ თვალსაზრისით. ამიტომ იცით, რა თქმა უნდა, არსებითი არის ძალიან და მეტად მნიშვნელოვანი არის საკითხი ვადამდელი ან კალენდარული არჩევნების შესახებ, მაგრამ ეს არის მაინც ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული დღისესრიგი. ჩვენ როგორც ჯერ საქართველოს გვაქვს ჩვენი დღისესრიგი, ეს დღისესრიგი გამოიხატება იმაში, რომ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი წესებით, ჩვენი სტანდარტებით გნებავთ ჩვენი წამზომით ვაწარმოთ ურთიერთობა. ეს ურთიერთობა გადის ნდობაზე, ეს ურთიერთობა გადის ჩვენს პოზიციაში, ჩვენს დამაჯერებლობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და სწორედ დღევანდელი შეხვედრა ამას ემსახურება, რომ ეს ამ თანამონაწილეობით შევივსოთ ჩვენი სამზადისი, ჩვენი ინფორმატიულობა, ჩვენი გათვითცნობიერება ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ მზაობა ფსიქოლოგიური, გნებავთ პოლიტიკური და მზაობა იმისა, რომ იმ ქართულ პოლიფონიაში, რომელიც დღეს ყალიბდება, რა თქმა უნდა, ვერც ერთ პარტიას ვერ ექნება ერთადერთი უნიკალური და გამორჩეული როლი, იყოს მხოლოდ ექსკლუზიურად წამყვანი, მაგრამ ჯერ საქართველოს განვილი გზიდან გამომდინარე დიახ აქვს იმის პრეტენზია და ვფიქრობ, არც თუ დაუსაბუთებელი პრეტენზია, რომ იმ პოლიფონიაში, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური ძალების ნაერთისგან უნდა ყალიბდებოდეს, ჩვენ ვიყოთ პროცესების დამაჩქარებელი, ჩვენ ვიყოთ მოდის დამკვეთი და ჩვენ შეიძლება ვიყოთ გარკვეულწილად ტემპის დამკვეთიც. აი, ამის პრეტენზია კიდევაც გვაქვს და ვფიქრობ, რომ განვილმა გზამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად უწოდებდით საკუთარ თავს პოლიტიკურ სტარტაპს, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ვიყავით რა პოლიტიკური სტარტაპი, ვფიქრობ, არაერთ გამობრძმედილ დამკვიდრებულ და ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიას თუ პარტიულ ორგანიზაციას მიდგომაში, სტანდარტებში და ხელწერაში
მინიმუმ არ ჩამოვარდეთ. ბატონო ვიქტორ, აი ახლა გადიოდა პარალელურად თქვენი საუბრისა კადრები დღევანდელი შეხვედრიდან და პირდაპირ გეტყვით, მეტად საინტერესო ხალხი ხართ შეკრებილი, ინიციატივა ჯერ საქართველოსში, მეტად საინტერესო, მაღალი კვალიფიკაციის და აი ჟურნალისტებისთვის რომ ადამიანი რესპონდენტად არის საინტერესო, აი ასეთი ხალხის ყრილობაა ერთგვარი თქვენი გუნდი. მაგრამ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხოს და დაიმკვიდროს თავი. თქვენ ახსენეთ წეგან სიტყვა ნდობა. დავიწყოთ იქიდან, რომ ნდობის მოპოვება, რაც არ უნდა თვალსაჩინო წარმოდგენილი იყოს მაღალ კვალიფიციური ადამიანების კრებული, როგორც პარტია, იქნება ძალიან რთული. თუნდაც მრავალი ფაქტორის გამო ადამიანებს საერთოდ ნდობა აქვთ გამქრალი ჯერ ესეთი პოლიტიკური სპექტრის პარტიების მიმართ ამდენი წლების შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანეს. მეორე, შესაძლებელია თქვენ შემთხვევაში ერთგვარი ეჭვის საფუძველი გახდეს ის, რომ ოდესღაც ივანიშვილის ადვოკატი იყავით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა წამშიც ქართული ოცნება აღმოაჩენს, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტია გამოდის ველზე, იმ წამიდან იწყება ჯერ დისკრედიტაციის სრული კამპანია და მერე უკვე სამართლებრივად ბარიერების შექმნა. ციხითაც მთავრდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მიზეს მოგონება რად უნდა მტკიცებულებების გარეშე უშვებენ პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე ციხეში. მართალია. ყველა შეკითხვა არის აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და საფუძვლიანი ინგა. რაც შეეხება რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ჩვენ როგორც აღმოცენებად პოლიტიკურ ძალას, ეს მოლოდინები არიან ძალიან რეალისტური და ძალიან მიწიერი. რეალიზმი თუ რეალისტურობა ჩვენი მოლოდინებისა გამოიხატება, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა პოლიტიკასთან, არამედ რეალურად ძალმომრეობასთან პროცესში. ამიტომ სივრცეში სადაც პოლიტიკა არ არსებობს, რა თქმა უნდა, იმ თავითვე მაღალი პოლიტიკური მოლოდინების შექმნა არის ძალიან რთული, მაგრამ თუნდაც ამ პირობებში, თუნდაც ისეთ სივრცეში, რომელსაც სახელმწიფო უკვე კარგახანი არ ეწოდება და ეს არის რაღაც საეჭვო ნაერთების, საეჭვო გავლენების მქონე გეოგრაფია, თანმიმდევრობით, გარკვეულწილად იმ ხელწერით, რომელიც ჩვენ დავიმკვიდრეთ და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას უკავშირდება, რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ ინგა, რაოდენ სწორი იყო, რაოდენ დამაჯერებელი იყო ჩვენს მიერ გამლილი გზა და გულახდილად გეტყვით, რომ ჩვენ დღეს არაერთი დადებითი შეფასება მოვისმინეთ გამლილი გზის შესახებ, მაგრამ ეს არის ავანსად გაცემული мотиваცია, არც მე და არც რომელიმე ჩვენგანს მოსმენილი შეფასება არავითარ შემთხვევაში არ განაპირობებს ჩვენში რაღაც თქვა ზედმეტი წარმოდგენების შექმნა საკუთარ თავზე, მაგრამ თანმიმდევრობა, ის რომ ჩვენ არ ვუღალატოთ საკუთარ თავს, ის რომ ჩვენ არ ვიყოთ იაფასიანი მადევრები საარჩევნო ხმებზე, ალბათ გამოგვარჩევს და ის შესავალი, რომელიც თქვენ გააკეთეთ, რა არის მოაზროვნე სახელმწიფო? ეს არის სახელმწიფო, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებული არის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის სწორ ემოციურ ბმაზე, სწორ ემოციურ კავშირზე, ურთიერთშემთხვევ ვალდებულებებზე. ამიტომ სხვადასხვა მესიჯები, რაც მე პირადად გამიხმოვანებია თქვენი ეთერების მეშვეობით, სწორედ ახალი ხელწერის, ახალი კულტურის შექმნას უკავშირდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან რთული გზა. ეს არ იქნება ის გზა, რომელსაც დაძლევს მხოლოდ ჯერ საქართველო ან რომელიმე სხვა, მაგრამ შემორჩენილი თავისუფალი აზროვნების კუნძულების გაძლიერება იქნება ეს პარტიულ სფეროში, იქნება მედიაში თუ საზოგადოებრივში, აი ჩვენი ამ კუნძულების შემონახვა და შემდეგ ამ კუნძულების ერთ დიდ მატერიკად ქცევა, რასაც სახელმწიფო საქართველო ეწოდება, ამ ხრივ მე ჩემი აზრით ალბათ არ ვარ უმცირესობაში, რომ არა შინაგანი ოპტიმიზმი, რომელიც მე მკვებავს
და კვება შენს თანაგუნდელებს, სხვაგვარად რა თქმა უნდა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი ინგა რაც არის, რომ ჩვენ ალბათ როგორც არასდროს უნდა ვიჩქაროთ ამ პროცესში, ვინაიდან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ქვეყნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესები ერთ რამეზე მიუთითებენ, რომ დღეს დრო როგორც არასდროს მოქმედებს ჩვენ საწინააღმდეგო. ამიტომ ნებისმიერი დღევანდელი მოქმედება გავსაჯოთ 15-20-იან პერსპექტივაში. ის ინერცია, რომელიც დღეს სუფევს ქვეყანაში, ის უმოქმედობა, ის დისფუნქციურობა, ის უთამოყარეობა, აი კრიტიკულ ამორჩევას მინდა მიმართო და მოაზროვნე ამორჩევას. რას უხადის ეს ქვეყნის განვითარებას 15-20-იან განვითარებაში იმ სამყაროში, რომელიც ასეთი ეგოისტური არის, ასეთი დაუნდობელი არის და ასეთი მტაცებლური არის. ამიტომ საკუთარ თავს შემოძახოთ და ცოტა მეტად თვალები გავახლებოთ და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, შთაბეჭდილება როგორი დაგჭათ, როდესაც დღეს ხვდებოდით საზოგადოებას არის მოთხოვნილება ახალ პარტიაზე? მე ყოველგვარი ზედმეტი PR-ისა და თვითრეკლამის გარეშე ვიტყვი, რომ დაკვეთა არის პოლიტიკურ ხელწერაზე, დაკვეთა არის ჯერ საქართველოზე, ასე რომ დღეს საქართველოს შენი ჯერი არის. წარმატებას გისურვებ, პატივისცემა თქვენ, მართლა ძალიან საინტერესო ხალხის თავყრილობა, მოკლედ ინიციატივა ჯერ საქართველოს და ვნახოთ შეგექმნება თუ არა რაიმე პრობლემები პარტიის რეგისტრაციაში, ესეც საინტერესო იქნება. ელოდებით, რომ შეიძლება შეგექმნან რაიმე დაბრკოლება, რა თუნდა ეხლა კიდევ ერთი პარტია ქართულ ოცნებას. ჩვენი მიწიერი ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ სიურპრიზს ველოდებით, თუმცა იცით, ყოველი ასეთი უსიამოვნო სიურპრიზი კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ გზავნილი, რასაც ჩვენ ვახმოვანებთ, მიდგომა და ხელწერა არის ერთადერთი სწორი. კი ბატონო,